Სიცოცხლე გარდაცვალების მერე ეგ ალბათ ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ მაგის გამოცდილება არ გვაქვს. უბრალოდ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რას ასწავლის ქრისტიანობა. წმინდა წერილზე დაყრდნობით და 2000 სლოვანი გამოცდილებით ეკლესია, წმინდა მამები. თავარი აქ არის ერთი რამ, რომ თუ სიცოცხლე არ არის მარადიული, ყველაფერს აზრი ეკარგება. ნებისმიერ ღირებულებას თავად ადამიანურ სიცოცხლესაც აზრი ეკარგება და თუ რამე ღირებულება არსებობს სიცოცხლესთან ერთობაში. ეს ერთი. მეორე, ადამიანური სიცოცხლე ვერ იქნება ყოფიერება ისეთი, როგორც ყოფიერებს ქვა მაგალითად. ან ცხოველი, თუნდაც მაღალგანვითარებული. ადამიანური სიცოცხლეს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ სიცოცხლე მარადიულია. ხოლო სიცოცხლე მარადიული იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ სიცოცხლე თავად ღმერთია. თუ სიცოცხლე არ არის ღმერთი, იმიტომ რომ ცალკე მარადისობა და ცალკე ღმერთი არ არსებობს. აი როგორც მაგალითად ცალკე მატერია და ცალკე სივრცე და დრო არ არსებობს. მატერია, სივრცე და დრო ეს ერთი მოცემულობაა. ასევე ცალკე ღმერთი და ცალკე მარადისობა არ არსებობს. ღმერთი არის მარადისობა. ღმერთი არის სიცოცხლე. და ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ და გვწამს, რომ ჩვენ მარადიულნი ვართ, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთია და მე ღვთის მსგავსი არსება ვარ. ღვთის თეოლოგიური არსება ვარ, ანუ ღმერთი ჩემშია. ღმერთის გარეშე ადამიანი არ მოიაზრება. და ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი იმ სახით როგორცაც ჩვენ ვხედავ და ვიცნობთ ხორციელი სიკვდილი ადამიანისათვის არაბუნებრივი მდგომარეობა. ის ბუნებრივია ჩვენი დაცემული მდგომარეობისათვის, იმიტომ რომ ჩვენ დავცილდით ღმერთზე უარი ვთქვით. მაგრამ არსობრივად რისთვისაც და როგორათაც ადამიანი შექმნილია, ამგვარი, ანუ ღვთის ხატი და მსგავსებისათვის არაბუნებრივია, იმიტომ რომ თუ მე ღმერთის თვისებების მქონე არსება ვარ, და თუ ჩემთან ღმერთია, იმიტომ რომ თეოლოგიური არსება ვარ, ხალხი ღვთისმეტყველი როგორც ამბობს, ხო? ადამიანი არის ღმერთის სული და სხეული. თუ ესა ვარ, მაშინ სიკვდილს რა უნდა? და დიახაც სიკვდილს რა უნდა? მაგრამ ღმერთს დაცილებულობიდან გამომდინარე სიკვდილი ჩემში არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და თავის თავში შემოუშვა სიკვდილი, ჩემთვის შემოუშვა და მოკლა სიკვდილი თავის თავში, ღმერთმა ქრისტემ თავის თავში მოკლა სიკვდილი. სიცოცხლე როგორ კვდება? სიცოცხლე კვდება, როცა სიცოცხლეში შედის სიკვდილი. ხოლო სიკვდილი როგორ კვდება? როდესაც სიკვდილში შედის სიცოცხლე. სიკვდილი მოკვდა და სიკვდილში შემოუშვა სიცოცხლე და მოკლა სიკვდილი. და მას შემდეგ რაც ქრისტემ ადამიანს, საკუთარ ადამიანში, რომელიც მიიერთა მან, რომელიც შეიმოსა მარადიულად, განუშორებლად, შეურევნელად, მაგრამ განუშორებლად შეიერთა რა მარადიულად ადამიანური ბუნება, ამ ადამიანურ ბუნებაში მოკლა სიკვდილი. და მე მეუნება, რომ ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, იგი გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამიტომ ქრისტიანისათვის აღარ არსებობს სიკვდილი, ქრისტიანისათვის არსებობს გარდაცვალება. და რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, თუ ადამიანი ქრისტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ქრისტიანს არ აქვს ძალხენილი ცხოვრება, ქრისტიანს გააზრებული აქვს ისიც, რომ უფლის სიტყვები, რომ მე თუ მდევნეს თქვენს გდევნია, ჩვენ ქრისტეს მსგავს ცხოვრებას გავდივართ, ვიწრო ეკლიანს, გოლგოთას, ჯვარცმას, ეს ჩვენ ვიცით, გაცნობიერებული გვაქვს, ჩვენ ბევრი განსაცდელი გვაქვს და მათ შორის ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილიც, ფიზიკური, ეს ჩვენი გასავლელი გზებია. მაგრამ ღმერთი ყველგან დაგხვდება, იმიტომ რომ ღმერთი ყველგან იყო. ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა, ადამიანური ყოფიერების ყველა წერტილში იყო, მათ შორის ავადმყოფობაში, უძლურებაში, როცა ნაცემი, ნაგვები, გახსოვთ როგორ ნატანჯი და მათ შორის სიკვდილში ქრისტე ყველგან იყო. ჩვენ ქრისტე ყველგან დაგხვდება. ჯოჯოხეთში ჩავიდა. ჩვენ საკუთარ ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეთ, საკუთარ უღმრთობაში, ღმერთს იქაც ვიპოვით და იქიდან იწყება სწორედ ჩვენი აღმოყვანა. და სადაც ღმერთი დაგხვდება, ჯოჯოხეთში ჩავედი საკუთარში, ღმერთი იქ დამხვდა. განსასწრელი და უსამართლობა მაქვს, ღმერთი იქ დამხვდა. ყველგან არის. და ვკვდები და ქრისტე იქაც დამხვდა. და მაშინ კითხვა დავსვათ, სადაც ქრისტე დამხვდება. იქ ხო აღარ ჯოჯოხეთია, აღარ სტანჯვაა და აღარ სიკვდილია.
ამიტომ არის ქრისტიანი დაუმარცხებელი. ამიტომ იყო მოწამეებს აწამებდნენ და თვალებზე სიხარულის ცრემლი ჰქონდა და ღმერთს ადიდებდნენ და ჯალათებს ხელებს უკოცნიდნენ. ეს არის ქრისტიანობა. და შესაბამისად მე თუ ეს გაცნობიერებული მაქვს, ჩემთვის გასაგები ხდება, რას ნიშნავს სიკვდილითა სიკვდილისა დამდგუნველი. და მესმის უკვე ქრისტეს სიტყვები, რომელიც მეუბნება, რომ ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, ის გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. არის თუ არა ეკლესიაში გამოცდილება იმისა, რომ ადამიანმა მართლაც არ განიცადოს სიკვდილი იმ საშინელებით, რა საშინელებითაც ურწმუნო ხედავს სიკვდილს, კატასტროფას ხედავს, ხო სწორია. რა თქმა უნდა, ამის გამოცდილება ეკლესიაში არსებობს. მოდი ესე ვთქვა. როდესაც ადამიანი სწავლობს გონებისმიერ ლოცვას, გონებისმიერი ლოცვა, ისიქასტური პრაქტიკა, ეს არის ამ ქვეყნიური გარდაცვალების მოდელირება. რჩება მარტო ქრისტეს სახელთან, გამოთიშულია სამყაროდან, ეს არის სიკვდილის მოდელირება. არ არსებობს არაფერი მისი პიროვნული არჩევანისა იყოს ქრისტესთან ერთად და მორჩა, მეტი არაფერი არ არსებობს. ადამიანი, რომელიც ამგვარად ისწავლის ქრისტესთან განმარტოვებას, და თუ ეს მდგომარეობა მისთვის მოუკლებელი გახდა, ეს ნიშნავს მოუკლებელი, ნიშნავს, რომ რა მდგომარეობაში არ უნდა მოუსწროს ფიზიკურმა გარდაცვალებამ ის ლოცვის მდგომარეობაში იქნება, ასეთი ადამიანი სიკვდილს არ განიცდის, მისი სული სხეულიდან სიხარულით ამოდის, როგორც პავლე ამბობს, დიდი პავლე, რომ გული მეუბნება, რომ დავტოვო ეს მიწიერი სხეული და უფალთან წავიდე, მაგრამ თქვენთვის რჩები, ის ამოდის ღიმილით, მოდი ესე ვთქვა და სიხარულით მიწიერი სხეულიდან ადის უფალთან და გადადის იმ ნეტარ მოლოდინ, მაგრამ ნეტარ მდგომარეობაში, რომელსაც წინასასუფევლის მდგომარეობა ქვია და ელოდება საერთო აღდგომას, როცა ყველანი ერთად შევიკრიბებით. ეს გამოცდილება ეკლესიაში არსებობს და მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გონებისმიერი ლოცვით ისწავლის, საკუთარ თავს ასწავლის გარდაცვალებას ამ სამყაროდან ქრისტეში, ფაქტობრივად ადამიანი ნელ-ნელა მიუახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც მას აუცილებლად ექნება გარდაცვალების ჟამს. როდესაც ეს სამყარო დაბნელდება, სხეული საჭირო აღარ იქნება, უკვე უძლურება ექნება სხეულს და გარეგანი ღვთისმსახურება შეუძლებელი გახდება, კომუნიკაცია შეუძლებელი გახდება ადამიანებთან, ყველანაირი ინტერესი დაიკარგება ამ სამყაროში, იქნება ერთი რამ, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. იესო, მეტი არაფერი. მისთვის ეს ნაცნობი მდგომარეობა იქნება. და როგორ სიხარულსაც და ბედნიერებასაც ანიჭებს მას ღმერთთან ყოფობა, როცა ლოცვას სწავლობს, გონებისმიერ ლოცვას, ასეთივე სიხარული და ბედნიერი მდგომარეობა იქნება მას გარდაცვალების ჟამს. იმიტომ რომ როგორც იქნა მივიდა იმ წერტილამდე, რომელიც წერტილსაც მთელი ცხოვრება ესწრაფოდა, უფალო მარტო შენ და მეტი არაფერი. აი ეს არის.